Ცარი ბიჭები ყავს. შესრულდა თბილისო რევას ლაღიძის გიორგი, გაბრიელ და ნიკოლოზ ცინდელიანები არიან ჩვენი სტუმრები. გამარჯობა და მობრძანებით ბიჭებო, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა თქვენ რომ მოხვედით. ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთან. დავზანით. აბა როგორ ხართ? გილოცავთ თბილისობას? საკო სხვათა შორის ტყუპები არიან, იფიქრებდი? ტყუპები? არა, ვერ ვიფიქრებდი, იმიტომ რომ არ გვარან ერთმანეთს. ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით დღეს ჩვენთან. ჩვენთვის და ჩვენი გადაცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ახალი თაობის ხმა ჟღერდეს, ესე იგი თქვენ მადლობა მოწვევისთვის. თქვენ გილოცავთ თბილისობას და თქვენს უსაყვარეს მაყურებელს ულოცავთ თბილისობას. გაიხარეთ, დიდი მადლობა და მოგვიყევით ახლა როგორ აღნიშნავთ თბილისობას და აქამდე როგორ აღნიშნავდით და დღეს როგორ აპირებთ, აბა? გახდეთ. ჩვენ პატარაობისაცაც და ზოგადად სულ აღნიშნავთ თბილისობას და ჩვენ როცა თბილისობაზე ვართ, სხვადასხვა კუთხეები სხვადასხვა სივრცეში არიან. მაგალითად, სვანებს თავიანთი სივრცე აქვთ და იქვე არის სვანური სამზარეულო, სვანურ სიმღერებსაც ღერიან, სვანური ნაკეთებების არის. და ასევე არის კახურიც, მეგრულიც, გურულიც და ასე შემდეგ. თქვენი სახელები რა ამერიოს? რომელია გიორგი, გაბრიელი და ნიკოლოზი? გიორგი, გაბრიელი და ნიკოლოზი. ნიკოლოზი. ძალიან სასიამოვნო. კი ბატონო. და თქვენ ტყუპები ხართ, ხო? დიახ. იცი რა, ესე არ გავხართ ერთმანეთს, მაგრამ ნუ აი თმისფერით. თმისფერით, თვალებით, იერით, რაღაცეებით გავხართ. ხო, იერით კი და აი ამბობენ რომ ტყუპებს რაღაცა ესეთი ერთი ჯაჭვი აქვთ დამაკავშირებელი, რომელიც აი არასდროს არ წყდება. რა არის ვნიშნავთ თბილისობას, მაგრამ ეხლა ცოტა განსაკუთრებულია, რადგან ჩოხებით ვნიშნავთ. თბილისო აღნიშნავთ. ეს არის ეს თქვენი დამახასიათებელი. ზოგადად დამახასიათებელი არის სულ ზოგადად ერთნაირი რამე გვინდება. აი მაგალითად ერთი რომ მოწყენილია, ყველა მოწყენილია. გაბრიელს ტყივად თავი, ყველას ტყივად თავი. აჰა. ნიკოლოზი თუდად გძნობს თავს, ყველას გძნობს თავს. აი ეს არის. ერთმა ჩაიცვა ჩოხა, ყველამ ჩაიცვა ჩოხა. გაბრიელ, შენც აიღე მიკროფონი, მანდ გიდევს და გითხარი. ერთი და იგივე შეგრძნებები გვაქვს და სხვას რაც ჭირს ის იმას გრძნობთ. აი ერთი რომ მეცადინეობს, სამივე მეცადინეობს? დიახ. ან სამივე მეცადინეობს, არც ერთი ამას. მაგრამ ჩვენ ათოსნები ვართ სკოლაში, საკმაოდ კარგად ვსწავლობთ. ყოჩახ. აი ყველაზე ძალიან რომელი საგანი გიყვარს? მე მიყვარს მუსიკა, რა თქმა უნდა და მათემატიკა. მათემატიკა. მე მიყვარს ყველაზე მეტად მათემატიკა, ხელოვნება, სპორტი და მუსიკა. და ხელოვნება განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს, რომ ჩემს საუკეთესო მეგობარი კარდუ ძნააძე, ჩემთან ერთად რო ხატავს, უფრო სხვანაირად გძნობ თავს და მინდა მოკითხვა გადავცე მის არჩევლებრივ ოჯახს და თვითონ კარდუ ძნააძეს აქედან. ხატავს და ის რო ხატავს შენ მოგწონს? დიახ და ჩვენს ხატავს მასთან ერთად. ასევე ჩვენ ვიცით მე და თაკომ რომ თქვენ ისტორია იცით ძალიან კარგად. დიახ, კი ბატონო. აბა მოგვიყევით. თბილისი რა ისტორია? თბილისი დაარსა ვახტანგ გორგასალმა. ის როდესაც სანადიროდ მიდიოდა დაინახა ხოხობი და მისმა თვითონ მოინადირა. შემდეგ ის რო ჩავარდა მდინარეში, მივიდა და ხელი რო ამოიყვანა ხოხობი დაფუფული იყო. მე ხელი რო ჩაყო მდინარეში იყო ძალიან ცხელი. ამიტომ მან გადაწყვიტა რომ ქალაქი დაეარსა სახელად თბილისი. ანუ მაკედან მოდის ჩახოხბილი. დიახ. თვითონ ვერ მოასწრო დასრულება და დაჩი პირველმა გააგრძელა და დაასრულა ქალაქი. და აშენა ქალაქი. ოჩახ ბავშვი. მე არ ვიცოდი მეკონი ისტორია. 16 საუკუნეა, მე-16 საუკუნეში გადავიდა რაც თბილისი დაარსებული. თბილისობას აღნიშნა დავიწყეთ 1970 პირველად აღნიშნა თბილისობა 1979 წლის 28 ოქტომბერს. შემდეგ 90-იანებში რთული პერიოდი იყო და ვეღარ აღნიშნავდით თბილისობას. 16 წლიანი პაუზის შემდეგ გახადეს ტრადიცია თბილისობა და ყოველწლიური ტრადიციად იქცა. ძალიან კარგი. კი ბატონო, მართლაც თბილისობა, ну, ყოველთვის აი სხვა პეცი აქვს, ესე იგი, ამ დღესასწაულს, იმიტომ რომ რაღაცა თბილისის ქუჩებში სხვა ამინდია, რაღაცა სხვა შეგრძნება, ყველას ერთმანეთი უყვარს, აი ესეთი არის თბილისობა და
დიდი მადლობა თქვენ ბიჭებო, რომ ესე ულამაზესი ღორის თავები კიდია. ხო და ასევე თბილისობას აქვს თავისი. ძალიან ესთეტიურად ლამაზი. ბიჭებო, თქვენ გაქვთ რამოდენიმე სიმღერა მოტანილი დღეს. კიდევ ერთ სიმღერა შეგუსრულებთ? აბა, გთხოვთ. ძმები ცინდელიანები. დაიზრდებიან ალგეც ლეკვები მგლისანი თქვენზეა ესე იგი ნათქვამია. ოჩა ბავშვებო, საოცრად ვღერი ხართ, მოდით ისევ ჩვენთან. და ვერ გელევით, ვერ შეგელევით დღეს, იმიტომ რომ თქვენ საოცარი ბავშვები ხართ. თან მღერით, ესე იგი. რა საყვარლები. თან ჩოხებში ხართ გამოწყობილები, ისტორია კარგად იცით, მათემატიკა კარგად იცით, სამაგალითო ბავშვები ხართ, ესე იგი. ხო, ოჩა. ესე იგი, სამივე ძმა მღერის და საიდან შეიყვარეთ ეს სიმღერა გითხარით, ვინ შეგაყვარეთ აბა?
ჩვენ მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც გენში მოგვდგამს, რადგან ბაბუა ჩვენი განთქმული მომღერალი იყო სვანეთში და დედა ჩემს ახლაც ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და ალბათ იმასაც აქვს წული შეტანილი ჩვენი მიზიდულობა სიმღერის მიმართ. და შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენ რომ პროფესიონალთან მივსულიყავით და მივედით ჩვენს უსაყვარლეს უნიჭიერეს მომღერალ მაგდა ივანიშვილთან. კი ბატონო. მაგდა შემდეგ გადავწყვიტეთ რომ მართვის წევრები უხდარიყავით. ორ თვეში ჩოხა ჩავიცვით. მართვეში არა მარტო ვოკალს და ხალხურ სიმღერებს ვსწავლობ, არამედ იღებ მუსიკალურ კომპლექსურ მუსიკალურ განათლებას. სწავლობ ფოლკლორს, ხალხურ საკრავებს. მე სხვათა შორის მართვედან დავიწყე და ფორტეპიანოსაც. მართვეს უდიდესი წვლილი აქვს ჩვენს მუსიკალურ განათლებას შეტანილი და ამ მომენტით მინდა ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო მართვეს პედაგოგებს ვალერი ქუტიძეს, ირაკლი ტყვაციძეს და მიშა ჯავახიშვილს. მოვიკითხავთ აქედან, მოვიკითხავთ ოქროს ადამიანებს, აბა შენ რას გვეტყვი? მართვეს ძალიან ყველაზე დიდი წვლილი მართვეს აქვს შეტანილი ჩვენს ამღერებაში. ჩვენ ძალიან გვიყვარს სიმღერა. ჩვენ ბაღიდან ვემღერით, მაგრამ ეხაც გავაგზავნებთ სიმღერას და გვიყვარს ხალხური სიმღერების სიმღერა ერთად. ჩვენ გვინდა ვასახელოთ ჩვენი ოჯახი, ჩვენი მეორე ოჯახი, რომელიც გახლავთ მართვე და რა თქმა უნდა მთლიანი საქართველო. კაი, აი რა არის თქვენი სამივე სხვა ამბობთ, რომ სამივეს ერთნაირი რაღაცები მოგწონს, ერთნაირი რაღაცები მოგდის, რა არის თქვენი საყვარელი განსაკუთრებულად რომელი სიმღერა გიყვართ? მე ეხლა წარმოდგენილი იყო თბილისო. მე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და მიყვარს ყური უგდე საქართველოს. შემდეგი მეც გაბრიელის ნაირად იგივე? თბილისო, ყური უგდე და შეიძლება რამდენიმე ხალხური სიმღერა, მაგრამ უფრო მეტად თბილისო მოწონს. უფრო პატრიოტული სიმღერები გიყვართ? ახაც თბილისობა და მეც უფრო პატრიოტულები მიყვარს. და აი ეს ულამაზესი ჩოხები რო გაცვიოთ და ძალიან რო გიხდებათ, აი ეს იცით რამხელა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს და აი თქვენთვის ეს რას ნიშნავს? ჩვენთვის ეს ნიშნავს დიდ პატივისცემას საქართველოს მიმართ. ჩვენ როცა ჩოხა გვაცვია, აი სულ სხვა შეგრძნება მაქვს და გვაქვს. ეს სხვანაირად დადიხარ, ხო? სხვანაირად მღერით. ბავშვობა. აი ესე იგი ეროვნულობით და პატრიოტიზმით გაჟღენთილი ძმობაა. ოჩა. და აი თქვენ გექნებათ ალბათ ახლა თბილისობა გატარებული აქამდე რაც გამოიარეთ. ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ასე შემდეგ. აი რომელს გამოარჩევდით? რა გახსენდებათ, რომელი თბილისობა გახსენდებათ? ჩვენ გამოვარჩევდით გასული წლის თბილისობას. აბა? ჩვენ ვიყავით ჩვენს მეგობრებთან ერთად და ჩვენს ნათესავებთან, გიორგი არღვლიანთან, ანა მარია ძაბახიძესთან, ბარბარე გირგულიანთან და ასე შემდეგ. ვიყავით და გემრიელობები მივირთვით. აი ეგ დაგამახსოვრდა. ესე გემრიელობები ახსოვს. კვიანი ბავშვი ხარ. კარგი, სიმღერას თუ თბილისობას უნდა ჭამო გემრიელობა ახლა ისე სვადი გიყვარს, ის გიყვარს, ეს გიყვარს ადი რაღაცა. ყუბდარი ხინკალი. აი თუ არის. აი მაგაში. ესე იგი, სიმღერას რო ცოტა ხანი შევეშვათ, თქვენ ძმობაზე მოგვიყევით, როგორი ძმობა გაქვთ? ანუ ვინ უფრო ცელქია თქვენ შორის, ვინ უფრო ანცია, ვინ უფრო ცეტია, აბა? მე სიმართლეს ვიტყვი, ესენი ერთმანეთზე ამბობენ, რომ ცელქები არიანო, მაგრამ დასაწყისში ნიკოლოზ იყო ძალიან ცელქი, მაგრამ შემდეგ ეს უფრო დადინჯდა და გიორგი ჩაენაცვლა. რა სიტყვით გიორგი და ნიკოლოზ? დაეთანხმებით? კი. ეთანხმებით, ხო? სამწუხაროდ კი. შენ თვითონ როგორ? და შენ თვითონ როგორი ხარ გაბრი? ანუ ასე მგონია რომ შენ ანეიტრალებ ხოლმე, ესენი რო ჩხუბობენ რაღაცა შენ არიგებ ხოლმე. დიახ. ხო? ზუსტადად. ზუსტადად. ესე იგი მართლა მესმის ტყუპები ხართ გავიგეთ, მაგრამ აი უფროსი ვინ არის თქვენში? მე ვარ უფროსი. შენ ნიკოლოზზე 10 წუთით, არა, ნიკოლოზზე 20 წუთით და გაბრიელზე 9 საათით. 20 წუთი ძალიან ანუ გაბრიელი ყველაზე პატარაა? დიახ, და როცა არ მიჯერებენ ვეუბნები რომ ეს მე ვარ უფროსი და მომისმინეთ. რა საყვარლები. ძალიან მაგარი ბიჭები ხართ რაღაცა. აი დღეს რა გეგმები გაქვთ? აი რას აპირებთ? სადმე ხوار გადიხართ? რამე გეგმა ხომ არ გაქვთ? აბა როგორ აღნიშნავთ? ჩვენ ვაპირებთ გავიდეთ ქუჩებში, დავათვალიეროთ. ჩვენ გვიყვარს ძალიან ვესტუმროთ ორბელიანის მოედანს და რიყეს. იქ ვიღებთ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას, კონცერტებში და ასე შემდეგ და ძალიან გვიყვარს სეირნობა თბილისობის დროს.
ღვინის აღმართი. მე ძალიან მიყვარს. მაგარია. კარგი იდეა. ყველამ ერთად ვისეირნოთ თბილისის ქუჩებში. ჩვენ სამი მუსკეტერის პრინციპში ვცხოვრობთ. მართალია რომ საკმაოდ კი არა უფრო ბევრჯერ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ისეთი პრინციპი გაქვს რომ 1 3-ისთვის, 3 1-ისათვის. აჰა, ხედავ დევიზიც ქონიათ ბავშვებს თქვენ. ვაუ. ბევრს კამათობთ, მაგრამ 2 წუთშივეც რიგდებით და ბოლოს ერთმანეთს მაინც ვეხუტებით და ო, რა თქმა უნდა, კამათში იბადება ჭეშმარიტება რა. კამათის გარეშე ხო არ გამოვა. სიმღერის გარდა რა გიყვართ? მე ძალიან მიყვარს სპორტი. გამორჩეულად ფრენბურთი. და ძალიან მიყვარს ხატვა, რა თქმა უნდა, ვჯდები ხოლმე რომ მომწყინდება რაღაცა და ვხატავ. თქვენ? მე უფრო მეტად ფეხბურთისკენ მაქვს მიზიდულობა, როგორც გაბრიელმა თქვა ხატვა და ზოგჯერ მეცადინეობაც მოვწონს. ხანდახან ეგეც არის. ხანდახან წაიმეცადინე. მე ცოტა მეზარება. ჩემი ჰობიები არის ფეხბურთი, ჭადრაკი, მათემატიკა და ხატვა. შენ რამდენი ჰობი გქონია? ყოჩაღ ბავშვები. აი ბიჭკა. ხო და აი ესე ძალიან მაგრად რომ ღერით თქვენ სამივე. რამე ტრიოს ხო არ აპირებთ რომ ჩამოვაყალიბოთ საუბარი. ჩვენ ღმერთმა გაგოჩინა სამეულად და ბუნებრივადაც სამეული ვართ, ამიტომ ჩვენ უკვე ტრიო ვართ. უკვე ტრიო. სახელიც გვაქვს შექმნილი. გააქვთ? სამი ტყუპი ცინდელიანები და ინგლისურად ტრიპლეტ სამი ცინდელიანი ტყუპი. და ზურან როგორც მოგუნათლა ტრიპლეტ ცინდელ ბრაზერს. რა მაგარია. Triplets. Brothers. Triplets, აბა გააქვთ კიდევ სიმღერა ჩვენთვის? ის სიმღერას მეტი რა აქვს ახლა. აბა შეგვისროლა. და ჩვენს სოციალურ მედიაზეც გვაქვს არხები, როგორც ვთქვათ, მრავალ სოციალურ მედიაზე. აბა გითხარით. მოგვიწერეთ რომ გამოვიწეროთ. Likes დავაჭიროთ. ან follows. სამი ტყუპი ცინდელიანები და მოძებნეთ და ამოგიგდებთ. დიდი მადლობა გთხოვთ სცენას. გთხოვთ ესე იგი. ჩვენ ამ სიმღერას კითხვა აღარ დამჭა ყველაფერი. საქართველოს და მით უმეტეს დედებს. დედა არის მთლიან სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი. დედათი იწყება, დედამიწა, დედა სამშობლო, დედა ქალაქი, დედა ბოძი და დედა ენაც. შენგენაც ყოჩახ, აბა გთხოვთ. შეგვისრულეთ. ესე იგია. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცეს ბავშვებს. არ ვიცი. როგორი აზრიანი ბავშვები პასუხი. არის.